მოგესალმებით ძვირფასო თანამემამულეებო. დღეს ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა მოქალაქე კატრიჩ ნერსიანი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც კათოლიკოს პატრიარქი გარეგინ მეორე. მის წინააღმდეგ პოლიტიკური პროცესები სომხეთში დიდი ხანია გრძელდება. დაწყებულია იქედან, რომ გარეგინ მეორე კატრიჩ ნერსიანი პირდაპირ ჩართული იყო პოლიტიკაში და პრაქტიკულად აწარმოებს ოპოზიციურ საქმიანობას ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლების წინააღმდეგ. იგი ითხოვდა სომხეთის ხელისუფლების გადადგომას ყარაბაღის ომის შემდეგ და დღემდე აგრძელებს ამ პოზიციაზე ყოფნას. და აქცია სომხური ეკლესიამ ერთ-ერთ მთავარ, თუ არა ყველაზე მნიშვნელოვან და მთავარ ინსტიტუტად, რომელიც არის პირდაპირ ჩართული ოპოზიციურ საქმიანობაში და ემსახურება პირდაპირ რუსეთის ინტერესებს. მათ შორის პრორუსულ ოპოზიციას, რომელიც სომხეთში არსებობს. შესაბამისად, კრიზისი ამ მიმართულებით დიდი ხანია გრძელდებოდა, მათ შორის არის თვითონ ეკლესიაში სამღვდელოებას შორის სერიოზული განსხვავებები მიდგომებში. კერძოდ, დაკავებული არის აქამდე სამი მაღალ იერარქი, ეპისკოპოსი, რომელიც ერთი იყო კონკრეტულად ჩართული პოლიტიკურ მოძრაობაში, რომელსაც კატრიჩ ნერსიანის ლოცვა კურთხევა ჰქონდა და ამას ერქვა წმინდა ბრძოლა, ესე იგი, ასეთი მოძრაობა და ამ მოძრაობის მიზანი იყო ნიკოლ ფაშინიანის გადაყენება, ასე ვთქვათ, ხელისუფლებიდან, თუმცა ამავდროულად სომხეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რომლის შედეგადაც დაკავებული არის მოქალაქე ბაგრატ გალესტანიანი, რომელზეც საუბრობ ეპისკოპოსის თავის დროზე, რომელიც აცხადებდა, რომ მის პოლიტიკურ მოძრაობას წმინდა ბრძოლას ბჭყალებში ჰქონდა კატრიჩ ნერსიანის, ანუ გარეგინ მეორის მხარდაჭერა. სომხური სუსის ინფორმაციით და მტკიცებულებებით, რის შედეგადაც აიყვანეს ბაგრატ გალესტანიანი, არის აღმოჩენილი დიდი რაოდენობით შეიარაღება, მათ შორის სხვადასხვა ნივთიერებები, იარაღის სხვადასხვა სახეობის, ისევე როგორც ფარული ჩანაწერების შედეგად აღმოჩენილია მათი საუბრები, რომელიც გულისხმობდა ტერორისტული აქტის მომზადებას და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის მკვლელობას ერთდროულად ქვეყანაში სახელმწიფო ხელისუფლების მიტაცებას. ამავე ლოგიკის ფარგლებში არის დაკავებული მეორე ეპისკოპოსი, რომელიც გიუმრიში არის სასულიერო იერარქი, მაღალი თანამდებობის და რომელიც ღიად აცხადებდა, რომ სომხეთში საჭირო არის სამხედრო გადატრიალება ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლების წინააღმდეგ. მას ასევე ღიად პრორუსული პოზიციები გააჩნია და ეს არ არის სრულად გასაკვირი, იმ რეგიონზე არის საუბარი, სადაც მდებარეობს რუსეთის სამხედრო ბაზა. მესამე ეპისკოპოსი, რომელიც დაკავებულია, არის მოქალაქე პროშიანი, რომელიც კატრიჩ ნერსიანის, ანუ გარეგინ მეორის დის შვილია და საუბარია იმაზე, რომ აიძულებდა საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფ სასულიერო პირებს, რომ მიეღოთ მონაწილეობა ოპოზიციის მიტინგებში, მათ შორის ოჯახებთან ერთად და სასულიერო პირის რანგში, ეს ასევე დადასტურებულია მრავალი ფაქტით, ჩანაწერებით და ასე შემდეგ. და ამის შედეგად კატრიჩ ნერსიანის მიმართულებით ნიკოლ ფაშინიანის მტკიცებით არსებობდა სერიოზული საფრთხე იმისა, რაზეც გუშინ ისაუბრა ფაშინიანმა, რომ საუბარი იყო და ემზადებოდა გარეგინ მეორე ქვეყნიდან რომ გაეტანა, ასე ვთქვათ, ეს საპატრიარქო, მოდი ასე ჩამოვაყალიბებ, სომხეთში ცოტა სხვა ტერმინოლოგიას იყენებენ, მაგრამ შინაარსი რომ გასაგები იყოს, ავსტრიაში იგეგმებოდა უახლოესი დღეების განმავლობაში ეპისკოპოსების შეხვედრა, განზრახ იყო შერჩეული ავსტრია როგორც გარკვეული ნეიტრალური ადგილი, თუმცა ფაშინიანმა პირდაპირ გამოაცხადა თავისი პრესკონფერენციის დროს, რომ არც ავსტრიაში, არც რუსეთში და არც სხვაგან ფორმულირებაში გასაგები იყო, რას გულისხმობდა, არ მისცემს საშუალებას, რომ საპატრიარქო გადაიტანონ. ეს იდეა დაებადათ იმ დროს, რომ საპატრიარქოს გადატანა პრაქტიკულად შეიძლება ყოფილიყო საშუალება, რომ გარედან გაეგრძელებინა გარეგინ მეორეს კატრიჩ ნერსიანს ეს საკუთარი, ასე ვთქვათ, ფუნქციონირება ამ რანგში. პრემიერ-მინისტრის ფაშინიანს სამოქალაქო მხარდაჭერის ფონზე, ძალიან დიდი მხარდაჭერის ფონზე, გამოკვეთილი პოზიცია გააჩნია იმის შესახებ,
რომ მოქალაქე კატრიჩ ნერსისიანი აუცილებლად უნდა გადადგეს ამ თანამდებობიდან და უნდა რეფორმა მოხდეს სომხურ ეკლესიაში. მათ შორის მე მინახავს, რომ ქართულ სოციალურ სივრცეში ეს შედარებები კეთდება, მაგალითად აღმაშენებლის პერიოდის რეფორმის იდეასთან. სომხეთში ასევე ეს რეფორმის იდეა ფაშინიანს თავისი შედარება აქვს. პაპ ასეთი მეფე იყო სომხეთში, რომელიც ცდილობდა მეოთხე საუკუნეში ეკლესიის გავლენის შემცირებას პოლიტიკური გაგებით, ანუ პოლიტიკაში ჩართულობის შემცირებას, რადგანაც იმ დროს რომის იმპერიის და სპარსეთის დაპირისპირების ფონზე სომხეთი აღმოჩენილი იყო ესეთი ორი იმპერიის შუაში და მეტოქეობის ცენტრში და მეფე პაპის პოზიცია იყო, რომ ეკლესია პოლიტიკურად ცდილობს აფილიაციას და გავლენების მოპოვებას და აქედან შიდა პოლიტიკურ საკითხებზე ზემოქმედებას. ფაშინიანმა პრესკონფერენციის დროს პირდაპირ თქვა, რომ მეფე პაპის იდეა უნდა გააგრძელოს, რომელიც მოკლეს რეალურად იმ დროს და ამის შედეგად სომხური სახელმწიფო მნიშვნელოვნად დასუსტდა და მისი იდეა იმაში არის, რომ სომხური ეკლესიაზე გავლენა უცხო ძალების არ უნდა იყოს. თუმცა რა უცხო ძალებზე არის საუბარი? აქ კონკრეტულად ფაშინიანი და მისი პარტია, მისი მთავრობა სომხეთის არა ორ აზროვნად აცხადებს, რომ კგბ-ზე არის საუბარი. მათ შორის სომხეთის სუსმა გამოაქვეყნა პირველი ისტორიული დოკუმენტი სომხეთის დამოუკიდებელ ისტორიაში, რომელიც ადასტურებს ერთი კონკრეტული მოქალაქის გარეგინ მეორის ძმის, კატრიჩ ნერსისიანის ძმის, იეზრას ნერსისიანის, რომელიც სომხური ეკლესიის რუსეთის ეპარქიის მეთაურია, ანუ საოჯახო ასეთი კლანი არის ჩამოყალიბებული. ხედავთ ხო რა, უკვე ორი ნათესავი აღნიშნე და ეს მხოლოდ ნაწილია, კიდევ საკმაოდ ბევრია, ეხლა დეტალურად ცხადია არ შევალ ამ თემაში და გასაგებია, რომ ამ საბუთის მიხედვით დგინდება, რომ ეზრას ნერსისიანი საბჭოთა კავშირის დროს კგბ-ს თანამშრომელი, ასე ვთქვათ, აყვანილი აგენტი იყო. და ამ მტკიცებულებით რეალურად სომხეთის ხელისუფლება ამტკიცებს ასევე, რომ ეს ასევე უკავშირდება არა მხოლოდ ერთ ძმას, არამედ მეორე ძმასაც და საერთოდ მის მიერ შექმნილ სისტემას სომხურ ეკლესიაში. გეტყვით, რომ ეპისკოპოსების ნაწილი არის გადმოსული მთავრობის და სახელმწიფოს მხარეს და რეალურად აცხადებენ, რომ ნამდვილად უცხო გავლენები არის სომხურ ეკლესიაში, მათ შორის კატრიჩ ნერსისიანის მიმართულებით და აუცილებლად უნდა მოხდეს მისი გადაყენება ამ თანამდებობიდან, რომლის შემდეგადაც უნდა შეირჩეს ახალი კათოლიკოს პატრიარქი და რეალურად რეფორმაცია მოხდეს სომხურ ეკლესიაში. პარალელურად ნიკოლ ფაშინიანი საუბრობდა იმაზე, რაც სომხურ საზოგადოებისთვის რეალურად საიდუმლო არ არის, რომ კატრიჩ ნერსიანს შვილი ყავს, სულ მცირე ერთი, მაგრამ მეტზეც არის საუბარი, რაც აკრძალულია სომხურ ეკლესიაში კათოლიკოსისთვის და ასევე ეპისკოპოსებისთვის. კათოლიკოსი იქ ეპისკოპოსთა შორის იგულისხმება თავმჯდომარედ რეალურად, თავადაც ეპისკოპოსი არის პირველი თანაბართა შორის დაახლოებით ასეთი კონცეფცია არსებობს. და რეალურად როლი იქ კათოლიკოსის არ არის იმხელა და ისეთი დიდი თეორიაში გაცილებით ნაკლები არის და არ არის ეს საპატრიარქო, ამიტომაც ვამბობ, რომ სწორი ტერმინი არ არის, ანუ პატრიარქის ირგვლივ იქ არ არის სისტემა აწყობილი ზოგადად, მაგრამ ცდილობდა, რა თქმა უნდა, რუსეთი რომ განსაკუთრებით ყურადღება ძალაუფლების კონცენტრაცია ყოფილიყო სწორედ გარეგინ მეორის ხელში. ეხლა, როდესაც მას აეკრძალა სომხეთის დატოვება, პრაქტიკულად აღიკვეთა ის შესაძლო სცენარი, რომლითაც საუბრობთ იმაზე, რომ შესაძლებელი იქნებოდა მის მიერ სომხეთის დატოვების შედეგად საზღვარგარეთ ჩამოყალიბება ასეთი რეალურად ეკლესიის და ეს, რა თქმა უნდა, იქედან უცხო ძალების მიერ მართულ შესაძლებლობას მისცემდა მართვის და რა თქმა უნდა ნათელია, რომ რუსეთი ამას განახორციელებდა საკმაოდ ეფექტურად. პარალელურად ასევე უნდა ვთქვათ, რომ თვითონ სისხლის სამართლის საქმე გულისხმობს კიდევ იმას, რომ და გულისხმობს რას, რომ მოქალაქე რამდენიმე კონკრეტული ეპისკოპოსის უკანონო გადაწყვეტილება მიიღო მათი თანამდებობიდან მოშორების შესახებ და სომხეთის სახელმწიფოს აქვს ახალი პრაქტიკა, რომ მათ შორის, როდესაც საკუთარ მოქალაქეებზე არის საუბარი და სასულიერო პირებს მოქალაქეობის კონტექსტში განიხილავს, ანუ არიან მოქალაქეები და შესაბამისად ემორჩილებიან სომხეთის კანონმდებლობას.
მაგ ლოგიკიდან გამომდინარე, კატრინ ჩნეირსიანის გადაწყვეტილებები, რომ რეალურად ჩამოართვას სასულიერო პირის წოდება ძალიან ბევრ მაღალ იერარქს, მათ შორის ეპისკოპოსებს, ვინც ღიად მას აკრიტიკებს ან გაემიჯნა, ეს გადაწყვეტილებები არის პრაქტიკულად გაუქმებული სასამართლოს მიერ, ხოლო სისხლის სამართლის საქმე ასევე უკავშირდება უკანონო ასეთ გადაწყვეტილებების მიღებას, რაც რეალურად შესაძლოა მათ შორის გახდეს კატრინ ჩნეირსიანის დაკავების მიზეზიც და ეს შეიძლება იყოს დროებითი ასეთი ქმედება, რომელიც საჭირო შეიძლება აღმოჩნდეს იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, ჩანაცვლდეს დღეს სისტემა და რეფორმაციის პროცესი, რომელიც წარმოდგენილი არის საჯაროდ, რომელსაც გააჩნია სომხური საზოგადოების დიდი მხარდაჭერა, გარდა პრინციპში დაშნაკ ცუცუნის, რომელიც ასევე კგბ-ს გავლენის ქვეშ იმყოფება და დიასპორაში განსაკუთრებით აქტიურია, თუმცა სომხეთში მას პრაქტიკულად არ გააჩნია გავლენა, არც პოლიტიკური გავლენა და არასდროს რამდენიმე პროცენტზე მეტი პარლამენტში არ ქონდათ, ვერ ახერხებდნენ პოლიტიკური მხარდაჭერის გაზრდას. ამის ფონზე პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ რეალურად შანსები იმისა, რომ საზოგადოების მიერ ეს იყოს აღქმული პოზიტიურად, არის ძალიან დიდი და პრინციპში ახლაც ფაშინიანს გააჩნია ამ მიმართულებით საზოგადოების უმრავლესობის მყარი მხარდაჭერა, რეიტინგები, მხარდაჭერა და მდგომარეობა სომხეთში ნამდვილად არის, ასე ვთქვათ, ასეთი, რომ გულისხმობს, ასე ვთქვათ, ძალიან კრიტიკულ დამოკიდებულებას კატრინ ჩნეირსიანის მიმართ, რომელიც სომხური ეკლესიის მეთაურის თანამდებობაზე ასე ვთქვათ, აღმოჩნდა იმ დღეს, როდესაც სომხეთში მოხდა ტერაქტი, როდესაც მოკლეს პოლიტიკური მეთაურები ქვეყნის, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ვაზგენ სარქსიანი და სომხეთის ბევრი მოქალაქისთვის, უმრავლესობისთვის, მათ შორის კატრინ ჩნეირსიანი აღიქმება როგორც რუსეთის მიერ ასეთი დასმული პატრიარქი, რომელიც წინა ხელისუფლებასთან ერთად მართავდა მთლიანად ქვეყანას. გეტყვით, რომ წინა ხელისუფლების დროს არასდროს ჰქონდა პრობლემა კატრინ ჩნეირსიანს, არც 1 მარტს 2008 წლის, როდესაც 10 მოქალაქე მოკლეს მშვიდობიანი პროტესტის დროს ერევნის ქუჩებში და სტრასბურგის სასამართლოს მაგასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება აქვს მიღებული ახლახანს, არც რეალურად სხვა ქმედებების დროს უზარმაზარი კორუფციის, ემიგრაციის, ქვეყნის პრაქტიკულად დაშლის, პოლიტიკური რეპრესიების, ავტორიტარიზმის ჩამოყალიბების, არჩევნების გაყალბების, არც ერთ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ბოლო წლებში კატრინ ჩნეირსიანი გახდა მთავარი პოლიტიკური თანამდებობის პრაქტიკულად პირი, პოლიტიკოსი, ასეთი მოძრაობები წამოიწყო ეკლესიის მეშვეობით და ამავდროულად იყო საუბარი, რომ საერთოდ რუსეთი მას განიხილავს როგორც შესაძლო მომავალ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. ახლა კი საკითხი დატრიალდა სხვანაირად და საერთოდ სომხეთის დატოვება აღარ შეიძლება, მაგრამ საერთოდ რამდენ ხანს დარჩება კიდევ ამ თანამდებობაზე და რამდენი ხანი იქნება საერთოდ თავისუფლებაზე, ეს საკითხიც კი დღეიდან უკვე არის ასე ჰაერში ჩამოკიდებული და ასეთი პროცესები მიმდინარეობს სომხეთში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, შეხვდებით შემდეგი გადაცემის დროს.